ეს ისევ დეჟავუს გრძნობაა. სამდღიანი სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომელიც დაიწყო იმიტომ, რომ კრემლი ზედმეტად დარწმუნებული იყო წარმატების შანსებში, გრძელდება დაახლოებით 1600 დღემდე. იმიტომ, რომ კრემლი ზედმეტად დარწმუნებულია წარმატების შანსებში. ან ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს ზედაპირზე, გასული კვირის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა. მაგრამ შესაძლოა ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს. და შეხვედრიდან არის ერთი საინტერესო კომენტარი, რომელიც შეიძლება ამ სცენური წარმოდგენის ნამდვილ მიზანს გვიმხილავდეს. ამას ვლადიმირ პუტინის ფარულ მინიშნებას უწოდებდი. დღეს მინდა დავიწყო იმ შეხვედრის იმ ნაწილების განხილვით, რომლებმაც დასავლურ მედიაში ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო. შემდეგ რამდენიმე წუთს დავუთმობ ფაქტების გადამოთმებას და რეალობის დადასტურებას, თუ რატომ ფიქრობენ ბევრი, რომ პუტინი ისევ თავის ძველ შეცდომებს უშვებს. შემდეგ დავუბრუნდებით შეჭრის დასაწყისში და გავიხსენებთ, როგორ არის საინფორმაციო პრობლემა უფრო ინსტიტუციური ხასიათის, ვიდრე მხოლოდ პუტინთან დაკავშირებული. ბოლოს განვიხილავ უკეთეს გზებს, თუ როგორ უნდა გავაანალიზოთ შეხვედრაზე მომხდარი, მათ შორის იმ ზემოთ ხსენებული ნიშნის დეტალურ განხილვასაც. მაგრამ ნება მომეცით დავიწყო ბოლო მოვლენებით. ბოლო განხილვის შტაგონება იყო 3 ივლისის შეხვედრა პუტინსა და უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას შორის. ერთი შეხედვით შეხვედრის მიზანი იყო უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მდგომარეობის განხილვა, თუმცა ეს აზრი დაიმახსოვრეთ ვიდეოს ბოლომდე, რადგან ალბათ რაღაც სხვა იყო რეალური ყურადღების ცენტრში. სანამ ჩემს ინტერპრეტაციას გაგიზიარებდეთ განხილულ საკითხებზე, ნება მომეცით პირდაპირ ციტატა მოგიტანოთ შეხვედრის მთავარ ნაწილებიდან. აქ არის პუტინის მიმოხილვა არსებული მდგომარეობის შესახებ. და ეცადეთ, მისი კარგად მოვლილი ფრჩხილები არ გაგიფანტოთ ყურადღება, როცა ამას განვიხილავთ. ვიხილოთ. წელს დასაწყისიდან რუსეთის ძალებმა გაათავისუფლეს 123 დასახლება და დაამყარეს კონტროლი ჩვენს ტერიტორიაზე, დონბასსა და ნოვოროსიაში, 300 კვადრატ კილომეტრზე მეტ ფართობზე. ნოვოროსია უბრალოდ ნიშნავს ახალ რუსეთს. ასევე საინტერესოა სიტყვის ჩვენი გამოყენება იმ წინადადებაში. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა შემდეგ გადაიბარა ხელმძღვანელობა. ივნისში გათავისუფლდა 29 დასახლება და ჯამში 636 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. ვერ შეძლო შედეგების მიღწევა ბრძოლის ველზე, კიევის რეჟიმი, ანუ ასე უწოდებენ უკრაინას, ცდილობს დაარწმუნოს თავისი დასავლელი სპონსორები, რომ ინიციატივა დაიბრუნა და მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. ამ მიზნის მისაღწევად კიევის რეჟიმი ატარებს საინფორმაციო კამპანიას, გამოკვეთს უკრაინის შეიარაღებული ძალების შენაერთების სავარაუდო წარმატებებს, ხოლო რუსი ჯარისკაცების მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებს მალავს და ნეიტრალურად აღწერს, თითქოს ისინი გადავიდნენ ეგრეთ წოდებულ ნაცრისფერ ზონაში. და ჩვენ, რუკების მოყვარულებს, გვაქვს კარგი ვიზუალური წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს რუსეთი, ან რას უნდა გვაფიქრებინოს, რომ არის მიმდინარე ფრონტის ხაზი. ეხლა კარგი იდეაა, რომ ფაქტობრივად ზუსტი რუკები ასე უბრალოდ კედელზე ეკიდოს. ალბათ არა. მაგრამ არც ისაა კარგი იდეა, რომ შენი პირადი ინფორმაცია ასე უბრალოდ ინტერნეტში იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. აქ შემოდის დღევანდელი ვიდეოს სპონსორი Incogni. ისინი დაგეხმარებიან ბრძოლაში მონაცემთა ბროკერებთან, რომლებიც აგროვებენ შენს მისამართს, დასაქმების სფეროებს, სამუშაო გამოცდილებას და ინფორმაციას შენს ოჯახზე. ეს სცენარში შეცდომაა. ისინი მოიპოვებენ შენს საჯარო საოჯახო ჩანაწერებს, მაგრამ არაუშუალოდ შენს ოჯახს. როგორც არ უნდა იყოს, ეს არის გზა, რომ უპირატესობა მოიპოვოთ აღლითებისა და საეჭვო ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ პირადად მოგაგნონ. გარდა ამისა, Incognis აქვს პერსონალური წაშლის ფუნქცია, თუ გჭირდება რუკის ამოღება და საკუთარი თავდაცვითი ხაზის გავლება. უბრალოდ გაუგზავნე მათ ბმული და ისინი თავიანთ საქმეს გააკეთებენ. ამიტომ დაიბრუნე შენი პირადი მონაცემები, ეწვიე incogni.com-ზე, მისამართზე incogni.com/WilliamSpaniel. გამოიყენე კუპონის კოდი WilliamSpaniel. ყველაფერი ერთად, რომ წლიურ გეგმაზე 60% ფასდაკლება მიიღო. სხვა ყველაფრისგან განსხვავებით ამ ვიდეოში, ეს არც ბლეფია და არც შეცდომა. ეს ნამდვილი დანაზოგია. კიდევ ერთხელ მადლობა Incognis, რომ დააფინანსა დღევანდელი ვიდეო. ეხლა დაუბრუნდეთ რუსეთის მტკიცებებს. პრობლემა, როგორც ალბათ მიხდით, ისაა, რომ თითქმის არც ერთი მათგანი არ არის სიმართლე და ის მცირე სიმართლის ელემენტიც კი საჭიროებს საკმაოდ დიდსულოვან ინტერპრეტაციას. ეს არის გაცვლის მაჩვენებლები 2026 წლის პირველი 6 თვისთვის. კონკრეტული მონაცემები ომის შემსწავლელი ინსტიტუტიდან მოდის. უნდა აღნიშნო, რომ სხვა წყაროებს შეიძლება აქ ოდნავ განსხვავებული მაჩვენებლები ჰქონდეთ,
მაგრამ საერთო სურათი შედარებით იგივეა. პირველი რამდენიმე თვე რუსეთისთვის კარგი იყო, რაც შეესაბამებოდა იმას, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხდებოდა. შემდეგ ომმა მარტში მიმართულება შეიცვალა, რადგან Starlink-ის გათიშვამ და უკრაინის ლოგისტიკური დარტყმების გაუმჯობესებამ რუსეთი ბრძოლის ველზე შეაფერხა. უკრაინა აპრილსა მაისში წინსვლას აგრძელებდა, სანამ რუსეთმა ივნისში საერთო ინიციატივა კვლავ არ აიღო, თუმცა ეს ძლივს მოახერხა. სრულიად გასაგებად რომ ვთქვათ, გერასიმოვის მოსაზრებას ნაცრისფერ ზონაზე გარკვეული სიმართლე აქვს. ტრეკერები, რომლებიც უფრო მგრძნობი არიან მოძრაობის მიმართ ნაცრისფერ ზონაში, უფრო დიდ მერყეობას აჩვენებდნენ იმ თვეებში, რომლებიც უკრაინისთვის წარმატებული იყო. ისინი მცირე რუსულ შეღწევებს, რომლებიც რუსეთს რეალურად არასდროს ჰქონია სრულად კონტროლში, რუსული ხელიდან უკრაინულ ხელში გადაჰქონდათ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ოდნავ განსხვავდება იმისგან, რასაც გერასიმოვი ამბობდა, რადგან სწორედ ნაცრისფერი ზონების დაკავება უკრაინის მიერ არ იყო ის, რაც ამ წარმატებებს განაპირობებდა. ეს იყო უკრაინის მიერ ნაცრისფერი ზონების გაწმენდა, რომლებიც მგრძნობიარე დამკვირვებლებს უკვე რუსულ სვეტში ჰქონდათ ჩაწერილი. რაც არ უნდა იყოს, ამ კოდირების თავისებურებებს არ შეუცვლია ის ფაქტი, რომ ომის დინამიკა შეიცვალა, სულ მცირე ბრძოლის ველის ერთ ნაწილში. მართალია, როგორც არაერთხელ აღნიშნე, ფრონტზე ვითარება საპირისპიროდ ვითარდება იმის მიხედვით, ჩრდილოეთში ხარ თუ სამხრეთში. რუსეთი უკეთეს მდგომარეობაშია დონეცკსა და ლუგანსკში, ხოლო უკრაინას სრული ინიციატივა აქვს ზაპოროჟიეში. რაც ნამდვილად არ გვაქვს, ეს არის ივნისში მოპოვებული რუსეთის ტერიტორიის 636 კვადრატული კილომეტრი. ალბათ უფრო ახლოსაა 30-თან და სხვადასხვა კოდირების სისტემებიც ამ მაჩვენებელთან დაახლოვდა, რადგან უკრაინა აღარ მოქმედებს ნაცრისფერ ზონაში. მთლიანობაში ჯამურ ცვლილებებში მეტი ვარიაციაა, მაგრამ ისინი მერყეობს 73-დან 458 კვადრატულ კილომეტრამდე. გაითვალისწინეთ, რომ ეს დიაპაზონი ახლოსაც არ არის იმ 300-თან, რასაც ამტკიცებენ. შედეგად, ეხლა ბევრს საუბრობენ ვლადიმირ პუტინის ინფორმაციული ბუშტის მდგომარეობის შესახებ. მაგრამ სანამ ვეცდებით გავიგოთ რა ხდება ეხლა, უნდა დაუბრუნდეთ შეჭრის დასაწყისში და სწორად გავიაზროთ ამ ინფორმაციული პრობლემების აბლემების არსი. საუკეთესო ახსნა იმისა, თუ რატო დაიწყო შეჭრა, კვლავაც კიევისა და მოსკოვს შორის უთანხმოებაა. არა, ეს არ ეხებოდა იმას, თუ როგორ უნდა წარმოთქვათ პირველი. სწორედ, ეს ეხებოდა ომის მოსალოდნელ შედეგს. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ვიდეოს თემა, რომელიც გადავაქცია აკადემიურ რეცენზირებულ პუბლიკაციად და ასევე წარმოადგენს ჩემს წიგნში უკრაინის გადარჩენის შესახებ დასაწყისის მთავარ ჩარჩოს. ეს იყო რთული გზა იმის სათქმელად, რომ ვფიქრობ, საკმაოდ მაგარი სამსახური მაქვს. როგორც არ უნდა იყოს, პუტინი თავის დაზვერვის ოფიცრებისა და სამხედრო ხელმძღვანელობისგან იღებდა გზავნილს, რომ ომი მარტივი იქნებოდა. უკრაინა პირიქით ფიქრობდა, რომ იმედი იქნებოდა და ამიტომ ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დანებდა. სიტუაციის ირონია ისაა, რომ საბოლოოდ უკრაინა უკეთესად იყო ინფორმირებული რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე და ამის დასტურად უკვე 4 წელზე მეტია, რაც გადარჩენას ახერხებს. ხშირად ეს საუბარი იმაში გადაიზრდება, რომ ანალიტიკოსები პუტინის კომპეტენტურობას განიხილავენ, ვიდრე ავტოკრატიული ინსტიტუტების ზოგად კრიტიკას ახდენენ. პუტინი არ იყო გულუფხილო რუსეთის სამხედრო ძალებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საბჭოთა ეპოქის კორუფციის მემკვიდრეობასთან. სინამდვილეში ეს პრობლემები მოსკოვში ფართოდ ესმოდათ რუსეთს საქართველოს ომის შემდეგ. რუსეთმა იმ ომში თავისი მიზნები მიაღწია, მაგრამ შემდგომმა ანალიზებმა აჩვენა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მოლოდინებთან შედარებით ნაკლებად ეფექტურად იმოქმედეს. ამან ანტიკორუფციული ინიციატივები გამოიწვია პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა ირონიულად, ერთ-ერთი ასეთი კომისიის ხელმძღვანელი თავად გაურკვეველ გარემოებებში გაათავისუფლეს. შენიშნა საკუთარ თავს. არიბო დიალო ჩემი საყვარლის ბინაში, როცა მას $1 მილიონზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა აქვს. თუ 2022 წელს გადავახვევთ, პუტინი აცნობიერებდა, რომ რუსული არმიისთვის შეიძლება პრობლემები შექმნილიყო, მაგრამ დარწმუნებული ვერ იყო. ეს კიდევ ერთხელ ავტოკრატიული ინსტიტუტების შედეგია. საშიშია ლიდერისთვის იმის მინიშნება, რომ საქმეები კარგად არ მიდის, რადგან ეს შეიძლება ცუდად აისახოს შენზე და შესაძლოა ფანჯრებთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგებიც მოხვეს. ამასობაში მედია, რომელიც ჩვეულებრივ დემოკრატიებში ნაკლებად მწვავე პრობლემების შემამსუბუქებლად უნდა მოქმედებდეს, მთავრობამ ძირეულად დაასუსტა იმისთვის, რომ რევოლუციური აზროვნება ჩუმად დარჩეს. ამგვარად პუტინი სულაც არ იყო გულუფხილო. ის უბრალოდ იმ მდგომარეობაში იყო, რომელშიც ნებისმიერი ჩვეულებრივი ავტოკრატი შეიძლება აღმოჩნდეს, როცა იცის, რომ პრობლემა არსებობს და რომ მისი გადაჭრის მცდელობები იყო, მაგრამ არ იცის ამ მცდელობების შედეგი. კვლავ გადავინაცვლოთ რამდენიმე თვით წინ.
პუტინმა მიიღო ნათელი პასუხი. ის მაღალი მოოდინები, რომ შესაძლოა სპეციალური სამხედრო ოპერაცია 3 დღეში დასრულებულიყო, სრულიად ამაო აღმოჩნდა. რუსეთს მოუწია კიევიდან გასვლა და აღმოსავლეთის ფრონტზეც პროგრესი ისე კარგად არ მიდიოდა, როგორც იყო ნავარაუდები. სწორედ მაშინ დაიწყო პუტინმა საკუთარი გარემოცვის გაწმენდა, რათა კიდევ ერთხელ ეცადა კორუფციის პრობლემების მოგვარებას. დაახლოებით კიდევ 9 წელი დასჭირდა, სანამ ახალი გუნდი მოეწყობოდა და პრობლემების აღმოფხრას დაიწყებდა. ნიშნულოვანია, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ ხარკივისა და ხერსონის კონტრშეტევები დაიწყო. თუმცა პრობლემა აქ უფრო ნაკლებად კადრებშია და უფრო მეტად ავტოკრატიული სტიმულების სტრუქტურაში. ახალი კადრები მოვიდნენ იმ დაპირებით, რომ წინა თანამშრომლების შეცდომებს გამოასწორებდნენ. მათ ჰქონდათ მკაფიო მანდატი და წარმატების მკაფიო კრიტერიუმები. თუმცა 2 წლის გასვლის შემდეგ ეს მკაფიო კრიტერიუმები თანდათან გაქრა და ახალი კადრები ისევ იმავე ავტოკრატიულ სისტემაში ჩაეფლნენ, როგორც ადრე. ყველა სამხედრო პრობლემა, რომელიც დღესაც არსებობს, ეხლა უკვე მათი პრობლემაა. ამგვარად მათ ისევ ის мотиваცია აქვთ, რაც 4 წლის წინ ჰქონდათ, რომ პუტინისგან დამალონ პრობლემები. და სწორედ ამიტომ არის სავსებით შესაძლებელი, რომ პუტინი კვლავად ზედმეტად ოპტიმისტურ სამხედრო შეფასებებს კითხულობს. კიდევ ერთხელ, ეს არ არის პუტინის გულუბრყვილობის ამბავი. ეს არის ამბავი, რომელსაც ჩვენგან ნებისმიერი გამოცდიდა და რომელსაც ამჟამად ნებისმიერი სხვა ავტოკრატი განიცდის, თუ გავითვალისწინებთ სისტემების სტიმულირების სტრუქტურებს. ამის მიუხედავად, ეხლა უნდა გადავიდეთ დღევანდელი ჩვენი ბოლო თემაზე, რაც შეეხება იმას, ნამდვილად ასეა თუ არა. რადგან თუ დაუბრუნდებით ამ შეხვედრას, კედელზე განთავსებულ რუკებს და განცხადებების აბსურდულობას, ჩვენ რეალურად არ გვაქვს პირდაპირ მტკიცებულება პუტინის ინფორმაციული ბუშტის არსებობის შესახებ, როგორც ამას ბევრი ონლაინ კომენტარი მიუთითებს. მოგცემთ 3 ალტერნატიულ ახსნას იმის შესახებ, რაც რეალურად ხდებოდა იმ შეხვედრაზე. პირველი ვერსია, რომ შეხვედრის შინაარსი ჩვენთვის დასავლელი დამკვირვებლებისთვის იყო განკუთვნილი. ეს იყო დეზინფორმაციული პროპაგანდის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა შეეცვალა ნარატივი იმის შესახებ, რომ უკრაინას ამჟამად კარგად მისდის საქმეები. შეგიძლიათ მიხვდეთ, რატო დანიშნავდნენ შეხვედრას ამ პერიოდში, თუ გავითვალისწინებთ დასავლეთში მზარდ ოპტიმიზმს, როგორც უკრაინის წარმატებების გამო ზაპოროჟიეს მიმართულებით, ასევე რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურების გრუქტურაზე თავდასხმების გახშირების ფონზე. გარდა ამისა, მეორე დღეს დონალდ ტრამპს ტელეფონით დაუკავშირდნენ. თუ ეს არის ის, რაც ხდება, ამას ყველას დროის ფუჭად კარგად დავახასიათებდი. არ ვიცი, ვინ მიიჩნევს ვლადიმირ პუტინს სანდო ინფორმაციის ნეიტრალურ არბიტრად. ეს ნამდვილად არ არის ის ადამიანი, ვისაც უკვე არ აქვს გადაწყვეტილი, დაუჭიროს თუ არა უკრაინას მხარი. მეორე შესაძლებლობა და სწორედ ამაზე დავდებდი ფულს, არის ის, რომ ეს იყო შოუს მსგავსი ქმედება რუსეთის შიდა აუდიტორიისთვის. და ვფიქრობ, რომ შოუს მსგავსი ქმედება სწორედ სწორი ფრაზაა აქ გამოსაყენებლად. ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე კამუფლაჟში გამოწყობილი მივიდა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მან მსგავსი რამ გააკეთა. ეხლა ძველ ვიდეო მასალას გაჩვენებთ, სადაც ის იგივე რამეს აკეთებს. პუტინი სურს სამხედრო თვალსაზრისით კომპეტენტურ ლიდერად გამოიყურებოდეს, რომელიც რუსეთის ფედერაციას გარდაუვალ გამარჯვებამდე მიუძღვება. თუ ყველაფერს სიტყვასიტყვით მიიღებთ, შეხვედრას ჰქონდა ისეთი განწყობა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ იმეილითაც შეიძლებოდა გადაეგზავნათ. და ნამდვილად არ არსებობდა სამხედრო საჭიროება ამის ჩაწერისთვის, თუ მხოლოდ მე და ჩემი გაუმაძღარი სურვილი, მეტი ბი-როლის მიმართ არ სურდათ დაეკმაყოფილებინათ. მაინც დასავლური მედიისგან განსხვავებით, პუტინის სიტყვას მნიშვნელობა აქვს რუსეთის შიდა აუდიტორიის გარკვეული ნაწილისთვის. და აქ დროის შერჩევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეხლა ომი საკუთარ ქვეყანაში უფრო მეტ რუსს შეეხო, ვიდრე ოდესმე. შეთხოვინება, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ცდილობს გადასცეს, არის ის, რომ მას ესმის, რომ რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე თავდასხმები ხდება. მას ესმის, რომ ახლა რუსი ხალხი სირთულეებს აწყდება. მაგრამ ის ასევე გინდა, რომ შენც გაიგო ძვირფასო რუსო მოქალაქე, რომ ეს მსხვერპლი უშედეგოდ არ იქნება გაღებული. რუსეთი უკრაინაში გამარჯვებისკენ მიემართება. მას უბრალოდ სჭირდება, რომ კიდევ რამდენიმე წელი გაუძლო ამ სამღიან სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რათა ყველაფერი ასრულდეს. რეალობაში დაბრუნებისას პუტინი იცის, რომ რასაც ამბობს, ფაქტობრივად არასწორია. მაგრამ რას ელოდებით მისგან? უთხრას რუს ხალხს, რომ ყველაფერი ქაოსად იქცა და კრემლი აღარ აკონტროლებს სიტუაციას. აი, კიდევ ერთი ჩახედვა ამ აზროვნების პროცესში. ისევ პირდაპირ შეხვედრიდან. პუტინმა თქვა, რაც უფრო მეტ დარტყმას ცდილობს მტერი ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია გავაკეთოთ ყველაფერი საჭირო ამ ობიექტებისა და სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად. რაც უფრო მეტ ესეთ მცდელობას განახორციელებენ, მით უფრო დიდ უსაფრთხოების ზონას მოგვიწევს შევქმნათ მიმდებარე ტერიტორიაზე. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ტერიტორია, ისევე როგორც სხვა ტერიტორიები, რომელთა შესახებაც დღეს ვისაუბრეთ, ისტორიულად რუსული მიწაა. ყველაფერი ეს ზედაპირზე გონივრულად ჟღერს,
თუ დაუშვოთ, რომ უკრაინა სინამდვილეში რუსეთია. მაგრამ ნება მომეცით ხაზი გაუსვა აქ გამოთქმულ რეალურ არგუმენტს, რადგან ეს არის ეს მთავარი მინიშნება, რომელსაც დღევანდელი საუბრის დასაწყისში მიუთითე. რაც უფრო მეტ დარქმას განახორციელებს მტერი ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, მით უფრო დიდ უსაფრთხოების ზონას მოგვიწევს შევქმნათ მიმდებარე ტერიტორიაზე. ამას არანაირი სტრატეგიული აზრი არ აქვს, საერთოდ არანაირი, განსაკუთრებით რუსეთის შესაძლებლობების შეზღუდვების პირობებში. და ეს ნათელია ყველასთვის, მათ შორის რუსეთის სამხედრო პერსონალისთვის და ვლადიმირ პუტინისთვის, ვინც ომის ელემენტარულ საფუძვლებს მაინც იცნობს. თუ გსურთ, რომ უკრაინამ შეწყვიტოს თქვენი ნავთობის ინფრასტრუქტურის დაბომბვა, თქვენ ზოგადად ორი არჩევანი გაქვთ. ერთი ვარიანტია მთლიანად დაიკავოთ უკრაინა. მეორე ვარიანტია მოლაპარაკებით მიაღწიოთ შეთანხმებას. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი პირველი ვარიანტის განხორციელებას ვერ შეძლებს. საშუალო რუსი მოქალაქისთვის საუკეთესო იქნება, თუ კრემლი მეორე ვარიანტს აირჩევს. მაგრამ პუტინი სურს გააგრძელოს, ამიტომაც დონბასი არგუმენტად მოჰყავს. და მიუხედავად იმისა, რომ დონბასის კიდევ უფრო დიდი ნაწილის დაპყრობა ნავთობის ინფრასტრუქტურის პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან უკრაინას შეუძლია თავისი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და დრონები ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან გაუშვას. ამგვარად, ეს რუსი საზოგადოების მოტყუების ხის ხრიკია. სასარგებლოდ იქნება თუ არა, ეს სხვა საკითხია. დაგვეხმარეთ დონბასის დაცვაში, რომ შევძლოთ ჩვენი მიზნების მიღწევა და გვენდეთ, რომ ეს ბენზინგასამართ სადგურზე თქვენს დაგეხმარებათ. ეს კარგი არგუმენტი არ არის. ბოლო შესაძლებლობა ყველაზე სტრატეგიულად რთულია. პუტინს აქვს мотиваცია დასავლეთის აუდიტორიას მიანიშნოს, რომ მას ომის შედეგის მნიშვნელოვნად გადაჭარბებული მოლოდინი აქვს, რათა მოლაპარაკებებში უპირატესობა მოიპოვოს. წარმოიდგინეთ, რომ უკრაინას სრულად ესმის, რომ ეს არის ომის მოსალოდნელი შედეგი, ხოლო მარცხნივ და მარჯვნივ მდებარე სივრცეები ასახავს ომის შესაბამის ხარჯებს უკრაინისა და რუსეთისთვის. ყველაფერი, რაც ხვითელ და წითელ ხაზებს შორისაა, ორივე მხარისთვის ომზე უკეთესია, რომელიც ბოლომდე გაგრძელდება. თუმცა, შენ შეამჩნევ, რომ ამ საზღვრებიდან ერთის ან მეორის არჩევა იმას ცლის, ვის რა შეხვდება. უკრაინა მაგალითად ნამდვილად ისურვებდა საბოლოო განაწილებას, რომელიც ასე გამოიყურება. ძალიან ახლოს იმასთან, რაც რუსეთის რეალური მინიმალური ზღვარი უნდა იყოს. მაგრამ წარმოიდგინე, რომ რუსეთს შეეძლოს წარმატებით დაარწმუნოს უკრაინა, რომ კრემლის საკუთარი შეფასებები უფრო ასე გამოიყურება. მაშინ ის შეთანხმება, რომელიც ცოტა ხნის წინ დავდეთ მაგიდაზე, მოსკოვში გადაწყვეტილების მიმღებთათვის მიუღებლად გამოიყურება. თუ უკრაინას სურს შეთანხმების უზრუნველყოფა, მაშინ შესაძლოა მას ამის ნაცვლად ასეთი რამ უნდა შესთავაზოს, რაც კრემლის პერსპექტივიდან საკმარისია შეთანხმების მისაღწევად. გაითვალისწინეთ, რომ ეს უკრაინისთვისაც უკეთესია, ვიდრე ბოლომდე გაძლება ომის სამხედრო გზით დასრულება და იმის დამტკიცება, რომ უკრაინა მართალი იყო და რუსეთი არა. დიახ, ზელენსკიმ შეძლო პუტინი უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა, მაგრამ ეს პიროსის გამარჯვებაა თუ ამ მიზნის მისაღწევად ომის ფასს გადაიხდი. ამიტომაც მგონია, საჭიროა ყურადღება გავამახვილო და ვთავაზობ, რომ ალბათ ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ სრულიად უგულებელყოფთ ყველაფერს, რაც იმ შეხვედრაზე მოხდა. ბოდიში რომ თქვენ დროს 15 წუთზე მეტით დაგაკარგვინეთ. იმედი მაქვს, სტრატეგია მაინც საინტერესო იყო. როგორც ჩანს, ეხლა მთავარ დასკვნებზე უნდა გადავიდეთ. სავსებით შესაძლებელია, რომ პუტინს ამჟამინდელი სიტუაციის სრული სურათი არ ჰქონდეს. ეს ბევრად უფრო ავტორიტარული ინსტიტუციური მოწყობის შედეგია, ვიდრე გულუბრყვილობის. თუმცა შეხვედრა, რომელიც ამდენ ყურადღებას იპყრობს, უფრო მედიის შოუს გავს ვიღაცის სასარგებლოდ, იქნება ეს ჩვენ, რუსეთის მოქალაქეები თუ უკრაინა. კიდევ ერთხელ მადლობა Incognis რომ დააფინანსა დღევანდელი ვიდეო. ეთვიეთ incogni.com-ზე, გადადით incogni.com/WilliamSpaniel-ზე და გამოიყენეთ კუპონის კოდი WilliamSpaniel, რათა წლიურ გეგმაზე 60%-იანი ფასდაკლება მიიღოთ. თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და ხვალ ისევ გნახავთ. მოიფრთხილეთ